მაგას არ ვიძახ, ქვემოთ კოლექტორ რა პრობლემაა? რაიდ გეგმა თუ აქვს საერთოდ? დასუფთავების სამსახური ვერ არის. ჩვენი პრობლემაა ძირითადად სანიაღვრე სისტემა, კანალიზაცია, გზა, დასუფთავების პრობლემა გვაქვს და ტრანსპორტი არ დადის. დადის ერთი მარშრუტკა საათში ერთხელ და ისიც ძალიან იშვიათად დაზიანების გამო. აქ არიან ბავშვები, რომლებიც ვერ გადაადგილებულან სკოლაში და ვერ მისულან. უხდებათ მინდვრების, ტალახიანი მინდვრების გადალახვა იმისათვის, რომ სკოლამდე მიაღწიონ და ეს არის რაღაცა სასწაული წამება. ამას მოდის სხვა ძირითადი პრობლემა, ეს არის კანალიზაციის არ ქონა, ეს არის წყლის გაფუჭება კვირაში 3-ჯერ, 4-ჯერ წყალი არ არის და ამ დროს ქალაქის სტატუსი აქვს ამ ყველაფერს. ჩვენ ხო ვიყოფებით გდანის რაიონში, დასახლება მუხიანი 2-ში. სადაც პრაქტიკულად მოშლილია ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ასეთი უნდა არსებობდეს. არ არის ელემენტარულად ზის საფარი, ნასახიც კი არ მუშაობს აქ მუნიციპალური სერვისი, დასუფთავების სამსახური და კვირაში ერთხელ თუ შემოვიდა ეს სამსახური ნაგვის გასატანად, მოსახლეობა ადგილობრივი არის ბედნიერი და დასუფთავების სამსახური ხსნის მათ ცუდ მუშაობას, იმით რომ გზა არის მოუწესრიგებელი და მათი სათანადო საშუალებები გამოუწყობლიდან არადა ხალხი ცხოვრობს და ისინი ახერხებენ გადაადგილებას, მაგრამ ყველაზე მეტად დასარანი არის ის, რომ 21 საუკუნეში ელემენტარულად ნაგვის ბუნკერის კი ვერ დადგა მილიარდერი ივანიშვილის მერია, ელემენტარულად ნაგვის ბუნკერის. არადა ამ ხალხს ახდევიებენ გადასახადებს, ისეთივე გადასახადებს, როგორცაც ირთის მაგალითად თითოეული თბილისელი, რომელიც ცხოვრობს თბილისის ცენტრში და სარგებლობს მუნიციპალურ სერვისებით. ეს ადამიანები ირთიან გადასახადებს, მაგრამ ვერ სარგებლობენ მუნიციპალურ სერვისებით და მიმართავ გდანის გამგებელს, გდანის გამგეობას, ელემენტარულად გეგმა მაინც წარმოუდგინოს ადგილობრივ მოსახლეობას, თუ გაითვალისწინებენ 2017 წლის ბიუჯეტში ელემენტარული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად რაიმე თანხას.